გამარჯობა ყველას. ეხანია ვიდეო არ დამიდი აქ. დღეს არის 25 ივლისი. და მოგიყვებით როგორ მიდის საქმეები ნავთობის ინდუსტრიაში კანადაში. ცოტა გრძელი ვიდეო იქნება, იმიტომ რომ შევეცდები აგიხსნათ ბევრი რაღაც, ასე რომ ისეთი დრო შეარჩიეთ, რომ არ დაგეზაროთ მოსმენა, თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა. ესე ჩემ ბოლო დღე ამ კომპანიაში მუშაობის. всё, ორჩა. გამოვედი ახალ სამსახურში. აქ უკვე გრაფიკი მაქვს, 15 დღე ვმუშაობ, 5 დღე ვისვენებ. ეს არის ჩემი რიგი, ორმაგი არის ეს, ორმაგი მილია მოაქვს. კეთესი სიტუაცია არის, $2 მეტი არის ხელფასი საათში. ეხლა ვიღაცა შეიძლება გაიცინოს და თქვა $2 რა არის. ძალიან ბევრი რაღაც ხვანაირად კეთდება, სხვანაირ ჭაბურღილებზე მუშაობენ ესენი. მოგიყვებით სახში რომ ნორმალურად დავჯდები და აგიხსნით ყველაფერს. ეს არის. ამ წეგრანით გადმოვაქვთ ჩვენი ეკიპირება აქეთკენ, იმიტომ რომ ორმაგი რიგის ყველაფერი მძიმე არის და დიდია. ზეთია ჩვენი დღის დასაწყისი. You look great. You look great, I said. Hi Mason. ჩემი დერიკენდი და რაფლეგი. ეს არის pump jack. ვიდივარ სხვა ლოკაციაზე და კრანებით გადაგო ყველაფერი. ბაბოსე კოა. ხელები არის. ესეც შტორმში გვიწევს მუშაობა დღეს -27 არის, მაგრამ გაგვიმართლა. Wireline-ის დღე არის და უმეტესობა დღევანდელი დღესაც გავატარებთ dog house-ში თბილად. Wireline day. -29 არის დღეს. ალბათ 8 საათი ვიმუშავებ დღის განმავლობაში. 9 ჭაბურღილი არის ამ ფათზე. 2, 3, 4. მეხუთე ეს დღეს მორჩით, ხვალ ამას დავიწყებთ, ეს ბოლო იქნება და კიდე 2. იქით ამხარეს იგივე არის, უბრალოდ იქით ამხარეს არის ორთქლის ჭაბურღილები, სადაც ორთქლს უშვებენ. აქეთ ნავთობი ამოდის. ჩვენი pump truck-ი, კრანი და support truck-ი, ეს კონსულტანტის ოფისია, ეს ჩვენი, ეს ზედმეტი მოგცეს, იმიტომ რომ რაღაცები ქონდა. ესე ჩვენი რიგი, ასეთი მდგომარეობაში უკვე როცა mobile გადასაადგილებად არის მზად, იმიტომ რომ დღეს მორჩით ეს და ხვალ მივაყენებთ აქ და დავიწყებთ ახალ საქმეს. დღეს გვაქვს rig moving, ანუ გადაადგილება რიგის მივდივართ საკმაოდ შორს, 7 საათის სავალი არის შოპამდე, კომპანიის შოპში მივდივართ და იქიდან ხვალდილით 2 საათი და ეხლა გაჩვენებთ ჩვენ ეკიპირებას, ასე ვთქვათ. ეს არის ჩვენი 5 ტონიანი თავისი კრანით, ეს არის pipe handler, ანუ მილი მიდის ჩაგორდება შუაში და ამ ყვითელი არცოტკასი აწევს მაღლა, კონკრეტ ჩამულია. ამაზე ყველაფერია და ეს რაც კი შეიძლება. ამ წეკრანებს მიაქვთ ეკიპირება ზოგი. იქით კიდე ჩვენი ბიოფები უდევს იმას და უკან არის რიგი და pump truck-ი. Ross, ეს არის Ross-ი. სხვათა შორის, კლას 1 თუ გაქვთ კანადაში, ეს ძალიან მაგარი სამუშაო. 2 წელი უნდა ამ წელს ლიცენზიას და $45-დან $65-მდე აქვს საათში, ანუ დაახლოებით $1000-მდე შეიძლება 12 საათიან სამუშაო დღეში გააკეთოთ. მინუს ტაქსები მაგას. ეს კონსულტანტის
ოფისი არის. იგი ჩვენი ოფისი არის, ჩაბმული support trucks-ზე. ჩვენი BOP და Tongdevs. აი ეს სამი ჭაბურღელია და ჭა, რომელიც არ არის შეერთებული როგორც ეს სხვებია, ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის ჩვენი რიგი, spam truck-ი. ეხლა გაჩვენებთ, რატო შეიძლება არ იმუშაო ერთი დღე, ან ორი დღე, ან სამი დღე. არ მგონია კვირაზე მეტი დაჭდეს. Exactly. გაჩვენებთ, ალბათ ერთი ორი დღე არ ვიმუშაობთ ეხლა ამის გამო. ველოდებით მენეჯმენტი რას გადაწყვეტავს, მაგრამ აქ გავჩერდით ოფისამდე, სადღაც 150-170 კილომეტრია. აი მას ხედავთ? აზეა, ეს არის drive shack-ი, არ ვიცი ქართულად როგორ არის. მაგრამ აი იმაზე დაყრდნობილი არ უნდა იყოს და გატეხილი არ უნდა იყოს. ესეთი რაღაცები სუფრება, ეკიპირება, სულ ფუჭდება, სულ რაღაც ფუჭდება, მაგალითად ჩემ განრიგზე ხა, ჩემ შიფტზე რაც გამოვედი, დღეს მე მგონი მე-8 დღე არის თუ მე-9 და 3-ჯერ გამისკდა ჰიდრავლიკური ზეთის კაბელები, მილები. 3-ჯერ გავჩერდით მინიმუმ 1 საათის რო შეგვეცვალა. ეს რომ ესეთი რაღაცები ნორმალური არის ამ ინდუსტრიაში რომ მუშაობ. ეს არის ჩემი ახალი რიგი. ეხლა ამთავრებენ მუშაობას. იქით მხარეს, კუთხით რომელიც არის, ეგ არის slant რიგი, ესე ქვია. ასე კუთხით დებენ მილებს. აი ხო ხედავთ რა სიმაღლეზე არის. ეს არის double. კოდი. კლეტა მთელი დღეარი ახალ რიგს ვამზადებთ, დავამზადეთ. წავიყვანთ ახლა საიტზე. შოპში როცა მუშაობ, საათში გიხდიან $20 და საბს არ გიხდიან. ანუ სიტყვაზე თუ 2-3 დღე მოგიწე ხა, ჩემ ძველ რიგს მატორი გაუფუჭდა. დაახლოებით 3 დღე დასჭირდება მაგ ყველაფრის გაკეთებას და 3 დღე მე რო იმათთან ყოფილიყავი, საბს არ გადამიხდიდნენ მარტო სასტუმროს და საათში $20 შოპში მუშაობისას. ეს არის ახალი რიგი. ძალიან დიდი არის. უზარმაზარია. ჩვენი წინა ორმაგი იყო, მაგრამ ამ ხელა არ იყო. საინტერესო სამსახურია მოკლედ რა. მოკლედ 2024-ის ნოემბერში დავიწყე ნავთობში მუშაობა. მუშაობ სერვისის მხარეს, არის დრილინგის მხარე, რომელიც ბურღავს და დანარჩენს ჩვენ ვაკეთებთ. ან დრილინგის მხარე მარტო ბურღავს, დანარჩენი ყველაფერი, ანუ ახალი ჭაბურღილის ამუშავება, ახალი ჭაბურღილის რემონტი, ჭაბურღილის დალუქვა, გაუქმება, ყველაფერი ჩვენზე არის. პირველი კომპანია, სადაც მუშაობდი, ძალიან წარუმატებელი იყო. თავიდან მეგონა რომ ჩემი ბრალი იყო, იმიტომ რომ გამოუცდელი ვიყავი და მე მივხვდი რომ კომპანია არ იყო დატვირთული. თითქმის 2024-ში დავიწყე, 2025-ის აგვისტოში დავიწყე სხვა კომპანიებში სამსახურის ძებნა.
კომპანია სადაც მუშაობ ხა იმათმა ამიყვანეს და აი სხვაობა რომ მიგახვედროთ 8 თვე ნახევარში Reason-ში გამომივიდა $46,000 ვიღაცისთვის ეს შეიძლება ძალიან ბევრი არის მაგრამ იმ სამსახურის რასაც ვაკეთებ არ იყო ბევრი და 3 თვე ნახევარში ახალ კომპანიაში სადაც ახლა ვარ გამომივიდა 51,000 8 თვე ნახევარი 46,000 3 თვე ნახევარი 51,000 დანარჩენი თქვენ თვითონ მიხვდებით მათემატიკის ამბავს მოკლედ სადაც გადავედი არც ვიცოდი გადამიყვანეს თერმულ მხარეს აგიხსნით რა არის თერმული მხარე არის ჩვეულებრივი cold flow-ს ეძახიან სადაც პოულობენ ბალიშს ურტყავენ ამ ბალიშს ან ბურღავენ იქ და იმ ამ ბალიშიდან წურავენ ნავთობს ან გაზს არის oil sands ნავთობის ქვიშა ესე ქვია ორნაირად მოიპოვებენ მაგას არის რომ როგორც მაინინგი როგორ არის არ მახსოვს მოკლედ არის ისე რომ ქვიშას იღებენ დიდი მანქანებით ამოაქვთ მიწიდან ამ ქვიშას ესე ვთქვათ ხარშავენ არა არც ადუღებენ აცხელებენ და გამოდის ნავთობი ეს ძალიან დიდ ლოკაციებზე არის ესეთივე oil sands პატარა ლოკაციებზე სადაც არ უღირთ ნავთობ კომპანიებს რომ ეს თხარონ კილომეტრებით დაბლა ამიტომ რა შრებიან სიტყვაზე ჭაბურღილი მითხრება იბურღება ჭაბურღილი და 15-20 მეტრის გვერდზე იბურღება ზუსტად იგივე ჭაბურღილის პარალელურად მეორე ერთი ამოდის ნავთობი მაგრამ როგორ ამოდის ანუ როგორც თქვი ეს ქვიშა უნდა გააცხელო ხო რომ ნავთობი გამოვიდეს მეორე ჭაბურღილში ორთქლს უშვებენ თქვენთ რომელიც 260 გრადუსამდე ცელსიუსამდე ცხელდება ცხელი ორთქლი შეიძლება იყოს ეს ორთქლი ალღობს ამ ნავთობს ქვემოთ და მეორე ჭაბურღილს ამოაქვს ნავთობი ესე პრიმიტიულად რო აგიხსნათ მაგრამ მაგარი პროცესია ეს არის თერმული მხარე ნავთობ ინდუსტრიის და ამას დიდი კომპანიები აკეთებენ მარტო იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ღირს თვითონ ესეთი ჭაბურღილების გაბურღვა ამათი მოვლა ასე შემდეგ გადავედი მასეთ ჯგუფზე ანუ კომპანიამ რომელმაც ამიყვანა გამიშვა მასეთ რიგზე მუშაობთ კანადაში ყველაზე დიდ ნავთობ კომპანიაზე თუ cold flows ანუ ცივ მხარეს ჩვეულებრივ ნავთობ ინდუსტრიას აქვს spring break-up-ი გაზაფხულზე არ მუშაობენ 1 თვიდან 3 თვე ნახევრამდე მაგალითად Reason-ში რომ მუშაობდი 8 თვე ნახევრიდან მინიმუმ 3 თვე ნახევარს სახში ვჭექ მინიმუმ კენა ეგ თალკე თემა იყო კიდე ანუ გასავალი გაქვს მანქანა ქირა სახლი საჭმელი ის და ხელფასი არ შემოდის თერმულ მხარეს ეგ არ აქვს მთელი წელი მუშაობ მიუხედავად იმისა გარდა იმისა ბოდიში რომ მთელი წელი მუშაობ რიგი არ ჩერდება ანუ მე დღეს ჩამოვედი დასვენების დღეებზე ჩემს მაგივრად სხვა წავიდა მე შემცვალა და ესე ვეცვლებით ერთმანეთს მთელი ჯგუფი ანუ არის რიგ მენეჯერი არის რიგ მენეჯერი relief rig მენეჯერი ანუ თქო დირექტორი და დირექტორის მოადგილე დრილერი relief დრილერი დერიქენდის შემცვლელი და 4-5 რაფნიკევარს რომელიც ერთმანეთს ვეცვლებით თუ ამ ხრივ წახვალთ გირჩევთ რომ კომპანიაში სადაც გააგზავნით რეზიუმეებს დაგუგლოთ მოიძიოთ თუ აქვს თერმული მხარე და თხოვოთ რომ თერმულ მხარეს გაგიშვან იმიტომ რომ სამსახური სულ გექნებათ თითქმის გარანტირებული არის ეგ ერთადერთი ის არის რომ თერმულ მხარეს ძალიან იშვიათია აიყვანონ გამოცდილების გარეშე ხალხი ალბერტის და ფედერალური მთავრობის ნავთობის და გაზის აქვს თავისი საიტი კომპეტენციის წინს რო აბარებ
იქ შენ სახელს და გვერდს ჩაწერს კომპანია, ამოუგდებს, აჩვენებს გაქვს თუ არა შენ კომპეტენციის წინ ჩაბარებული, თუ გაქვს აგიყვანენ ეგრევე. ერთადერთი ის არის, რომ უფრო საშიში გახდა ჩემი სამსახური, ზამთარში კარგი ისაა, რომ მილი რო ამოდის მიწიდან ცხელია და გათბობს, მართლა გათბობს ეს ხელს რომ მოკიდებ. უფრო მძიმე გახდა იმ ხრივ, რომ ადრე თუ 3.5 ანუ მილის სიგანი არის 3.5 ინჩი თუ არ ვცდები, ხო? არის ყველაზე პატარა, რასაც ხმარობს და ანუ ამ ხელა არის თითო მილი ალბათ რამოდენიმე 100-150 კილო არის, მერე მიდის 4.5, 5.5, 7.5 და 7, ან кейსინგსაც ვაკეთებ ჩვენ. ხო. უფრო საშიში გახდა სამსახური, უფრო ძნელი გახდა ფიზიკურად. მაგრამ ეს თქვა სტაბილური არის, ყველანაირად მაგაზე ვერ დავიწუწუნებ. იყო შემთხვევა შარშან სექტემბერში, რომ მე და ჩემი თანამშრომელი დაახლოებით 15 სანტიმეტრით გადავრჩით სიკვდილს ორივე. კარგად მახსოვს ეგ დღე, ჩემზე ახალგაზრდა არის ჩემი თანამშრომელი და ოჯახში დამპატიჟა დედმამა გამაჩნო, სიცოცხლე გადამირჩინა, იმიტომ რომ მე გამოვქაჩე. რო არ გამომეკაჩა, ძალიან ცუდი რაღაც მოხდებოდა. დღეს ესეთი პატარა შემთხვევა მოგვივიდა, რომელიც შეიძლებოდა ფატალურად დამთავრებულიყო. ახლა გაჩვენებს და აგიხსნით. 9 თვის მანძილზე, რაც ნავთობ ინდუსტრიაში მუშაობ, პირველი შემთხვევა იყო დღეს ჩემთვის. აი ამას თუ ხედავთ, კრანის რაც არის ანუ წონა, მერე ორი ცალი მტრობა, მილი და ქვემოთ ელევატორის ლიფტი. მაგაში იდება მილი. და იქ წევს მართლა მილს. ჩვენ ვიდექით, აი აქ. ამას ქვია ფლორი, ანუ და სართული რა როგორც არის. მუშაობდით მან და დრილერი გაერთო ლაპარაკში, არ უყურებდა ამ წონებს ზემოთ და ჩამოვიდა ქვემოთ დიდი სისწრაფით, ისე რომ ვერც მიხვდა. იყო რამოდენიმე შემთხვევა მოგვიხვდა, ამაზე არ ღირს ლაპარაკი ეს სამსახურის ესე ვთქვათ, აღწერაში ვერი მოხსენიებული, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი მომაკვდინებელი სამსახური არის, დაწყებული გაზებით, დამთავრებული ორთქლის ამოხეთქვით და შეიძლება მილი ჩამოვარდე, მილიარდი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანის ფატალური შემთხვევის ხო ისე რომ ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო. სიმართლე რო გითხრათ, იყო მომენტი, რომ 15 წლის მანძილზე გავიაზრე, რომ ამ ხელფასი არ მქონია კანადაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს მუშაობდი. პლუს მაგას სისკოში რომ მუშაობდი, იქ კონტრაქტორი ვიყავდი, არანაირი ბენეფიტები, არანაირი საპენსიო ფონდი, არანაირი ეს ვთქვათ მასაჟი ან ქაიროპრაქტიკი ან დენტისტი არ მქონდა იქ, ეგ ცალკე მე უნდა მეხადა ჩემი პირადი. აქ ყველაფერი შედის, ანუ სიტყვაზე წელიწადში მაქვს $2,500 დენტისტის. $2,500 ამოწურა. მერე ბონუსები არის, წელიწადში ორჯერ გაძლევენ ბუცების ვაუჩერს. ესეთ ვაუჩერებს გაძლევენ მარქსისეს წელიწადში ორჯერ. სპეციალური ფასაცმელი არჩეული, რომლის ყიდვა შეგვიძლია. ფასები, ფასდაკლება და თვითონ ეს ვაუჩერი $200. ზამთრის ფეხსაცმელები. ხალხი რო კითხულობს ზამთარში როგორ ვძლებთ, დამინჯერეთ. ეს რო გაცვია, ჩვეულებრივ გაძლევთ თვალ ზამთარს. ეხლა ალბათ თუ გაინტერესებთ, მინუს რამდენისთვის არის ესენი? -50 და -60 ცელსიუსი. ანალოგიურად ეს. ალბათ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხსაცმელია ცხოვრებაში მქონი. არის სამუშაოს და ჩემი სალაშქრო ფეხსაცმელები.
გარკვეულ სასტუმროებში, გარკვეულ მაღაზიებში ფასდაკლებები გაქვს, ასე შემდეგ, ძალიან დიდი კორპორაცია არის. ჩემი კომპანია ოპერირებს კანადა, ამერიკა, ბრაზილია, მექსიკა, კიდე ერთი ქვეყანა, არგენტინა, კიდე ერთი ქვეყანა არის სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში ოპერირებს და ავსტრალიაში. როგორც დრილინგის მხარე, ისე სერვისის მხარე, ორივე აქვს. ძალიან დიდი კომპანია არის. ეხლა გეტყვით პრობლემა, სიტყვაზე მე რედიში ვცხოვრობ, მაგრამ სხვა ქალაქში მუშაობ, აქედან 4 საათის ავალი არის, ან ლოიდმინსტერში მუშაობთ, იმ ქალაქის გარშემო, ან ზემოთ ფორტ მაგსში მუშაობთ. ლოიდმინსტერში თუ მივიდივარ რჩები სასტუმროში, თუ ისე თანამშრომელს ემთხვევა ჩემი განრიგი, რომელიც არ არის ლოიდმინსტერიდან სასტუმროს ვიყობთ, ანუ ორსაძინებლიანი დიდი ოთახი არის და ერთად ცხოვრობთ. ან ისე არის თუ 24 საათიანზე მუშაობთ, სიტყვაზე ერთ ოთახს ვინაწილებთ დღის განრიგის და საღამოს განრიგის, ანუ ერთმანეთს სულ არ ხვდებით. როცა ზევით ავდივართ ფორტ მაგსში, კამპზე ცხოვრობთ. კამპი მართლა ძალიან კარგი არის რა. შენი ოთახი გაქვს, შენი საპირფარეშო, აბაზანა, საჭმელი მზად არის, დიდი დარბაზი, კინოთეატრი, ყველაფერია იქ. აი ხა ჩამოვედი კამპში და კამპზე და გაჩვენებთ ჩემ ოთახს. ესეთი გასაღებები გვაქვს ყველას. შედიხარ, საძინებელი, საწოლი. ეს მაგიდო და სკამი, პანჯარა, პატარა ტელევიზორი. ყველა ოთახს თავისი კონდიციონერი და გათბობა აქვს, ესეთი გარადა. და ყველას გვაქვს ჩვენი აბაზანი ტუალეტი. ადრე როგორც ვიცი, ეს კარები იყო სხვა ოთახის და აბაზანა ტუალეტს უზიარებდი მეზობელს, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევები ჰქონდათ, როცა მეზობლებმა იჩხუბეს და შეცვალეს. იქით არავინ არ რჩება, არავინ არ ხმარობს ჩემ აბაზანა ტუალეტს. ეს ახალი ოთახი არის, მაცივარი, მიკროღუმელი და აბაზანა ტუალეტი ესეთი. წინა ვიდეოში თქვი, რომ აბაზანას ადრე იზიარებდნენ ბიჭები, ორი სხვადასხვა საძინებელი იზიარებდა ერთ აბაზანას. მაგრამ ეხლა ეს ერთ დიდ ოთახებზე გადადიან, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა ჰქონდათ კამპზე. ყველა სართულზე და ყველა კამპზე ესეთი თანაგვებია, სამი სხვადასხვა. და პირსახოთ ახალს იღებ, ძველს აიგდებ. ალბათ 40 ოთახი იქნება. ჩემი სახე არ შემჩნიოთ. დღეს ვიგვიშავე და მე მოვედით კამპზე. გაჩვენებთ სამზარეულოს, დარბაზებს, გასართობს. ყველაფერს. სამზარეულო ძალიან დიდი არის, აი. თავში გვაგიხლიათ იმდენი ჭამეთ. ასეთია სამზარეულო. ესეთი სასადილო არის. აქ ესე რიგში დგები. გადაღებაც დიდად არ უყვართ, ასე რომ შევეცდები ნაკლები გადავიღო. რიგში ჩადგები და აიღებ ყველაფერს. ეს არის ჩემი ვახშამი. აქ არის წვენები, აქ არის სანაგვე. აქ არის იოგურტები დეშზე. აქ არის სენდვიჩები, ვრაფები, ბურგერები, პიცები, სალატები, რაც გინდა, ხილი, წვენები, ყავა, კიდე წვენები, წყალი, პოპკორნი, ფილმის საყურებლად მიდიხარ და მიკროღუმელი, აქ რძის მანქანა არის, აქეთ არის კიდე სალატები, საჭმელები, ნამცხრები. ესეც რძე არის, ყავა, წყალი და ესენი ნამცხრები და პეჩენიები და რაღაცები. ეს არის პირველი დარბაზი. აქ არის
კინოთეატრი. ახლა არავინ არ არის. კონცერტიც იმართება ხოლმე. მაღლა არის სრული ჩვეულებრივი დარბაზი არის ორი მხარეს, აქ ზემოთაც ადის და მეორე მხარეს. კიდე არის კალათბურთის სტადიონი. თამაშობს. აგეთ კიდე ერთი დარბაზი არის. ცალკე. მინი ფეხბურთს არის. ჰოკეის არის, პატარა ჰოკეის. აბაზანის ტუალეტები არის. ტენისის მაგიდა. ბიჭები თამაშობენ ჰოკეის. სტუმროში ცხოვრება ცოტა შეიძლება ყელში ამოგივიდეს. ძალიან სიტყვაზე მე რო რიზონში დავიწყე მუშაობა, აქ მომიწია გადმოსვლა, იმიტომ რომ ყოველდღე სახლში იქნებიო. და არ უნდათ სასტუმროს გადახდა. თვითონ ავტო კომპანიებს აქვთ ესეთი მოთხოვნა, რომ ლოკალები აიყვანა, მაგრამ ვერ იპოვნი ამდენ ლოკალს, შანსი არ არის. ამიტომ რო იყვანს ჩემი კომპანია, ჩემი კომპანიის ნარი ხალხს, ურჩევნიათ რომ გამოცდილებიანი ხალხი აიყვანონ და იცოდნენ რომ ესენი შეძლებენ მუშაობას და არა ისეთი რომელიც მოვა 1-2 კვირაში შეხედავს და წავა. ზოგადად თვითონ ნავთობ ინდუსტრიაში არ აქვს მნიშვნელობა ჩემი ნარი სამსახური იქნება თუ სხვა მილიარდ რაღაცას გააკეთებ, ძნელია პოვნა რატო. მარტო ჩემი საბი არის, ხელფასხო გიხდიან, პლუს ჩემი კომპანია $12 მიხდი საათში, სასტუმროდან საიტზე რომ მიდიხარ და მოდიხარ და საბს გიხდიან კიდე $60 მიხდის ეხანდელი კომპანია დღეში tax free cash საჭმლისას. ერთი წლის მანძილზე როგორც მუშაობ, 2 კვირა მუშაობ, 1 კვირა სახლში ვარ, მაგან რიგით $45,000 უჩდება ჩემ კომპანიას ჩემი შენახვა, ანუ სასტუმრო და საბი. წარმოიდგინეთ, ეხლა თუ ყავთ 100 ადამიანი ჩემნაირი. 100 კი არა, 1000 ყავთ. ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ურჩევნიათ, რომ ყველა იყოს ლოკალი. ანუ როცა უკვე იწურებათ ეს ლოკალები, ყავთ ჩემნაირები. ეხლა ჩემ ჯგუფში რამდენი ვართ? 1 2 3 4 5 6 7 8 ვართ. 8-დან 3 არ ვართ ლოიდ მისტერიდან. მე რედირიდან ვარ, მეთი მედიცინ ჰათიდან არის და ოკოტოქსიდან არის კოდი. სხვადასხვა ქალაქებიდან. ანუ ერთ ჯგუფი ეს 3 ადამიანი თითქმის $150,000 უჯდებათ ერთი წელი, რაც ბევრი ფულია. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ ვერ იშოვნით სამსახურს გამოცდილების გარეშე, თუ არ ცხოვრობთ ისეთ პატარა ქალაქებში, სადაც ნავთობს მოიპოვებენ, იმიტომ რომ თუ ცხოვრობთ ედმონტონში და კალგარიში და გამოცდილება არ გაქვთ შანსი იმისა, რომ სამსახური იპოვნოთ, ცოტა ძნელია. ეგ იცოდეთ. მერე კიდე არის ის, რომ თუ მართლა გინდათ რომ კარიერა გაიხადოთ ეს და ნავთობ ინდუსტრიაში დარჩეთ, როგორც მე გავიჭირო ის 10 თვე რიზონში და თავარი ჩემთვის იყო რომ თავი შემეყო და მე ჩემით გავიტანდი ყველაფერს, ანუ წიგნით ჩამებარებინა კომპეტენციის. შეიძლება მზად იყავით ფინანსურად მაგისთვის, იმიტომ რომ კიდევ მეორე მანქანა გაქვთ გადასახდელი, დაზღვევა, ბინა, საჭმელი ცხოვრება, ამ შემდეგ და როგორც კი წინ შეაბაროთ, მე უკვე შეგიძლიათ დიდ კომპანიებში გააგზავნოთ რეზიუმები და სტაბილური სამსახური გქონდეთ დიდ კომპანიებში. წვიმა, თოვლი, ქარიშხალი მუშაობ,
ეხლა ჭექა ქუხილის ხმა თუ გესმით, ესეთი კანონი არის კანადაში. ჭექას, ქუხილს რო გაიგებ 30-მდე უნდა დაითვალო და თუ ჭექასაც ანუ დაინახავს სადმე ელვას უფრო სწორად ბოდიში, ანუ ქუხილს რო 30 წამში ელვა მოყვება, მუშაობას 9 საათი აჩერებენ. წვიმას რაც შეეხება, ისეთ წვიმაში მაქვს ნამუშევარი, რომ წვიმის საწვიმარი მეცვა, რომელიც წყალს არ ატარებდა, მაგრამ კისერში ჩამდიოდა წყალი და სამჯერ გამოვიცვალე. ქარი 90 კილომეტრის სიჩქარის ქარი იყო, როცა გავაჩერეს, ანუ არ იყო უსაფრთხო მუშაობა და შეგვაჩერეს. რაც შეეხება -47-ში ვიმუშავეთ ამ ზამთარს და გვამუშავეს უბრალოდ უფრო მეტი როგორ იყო იცი 45 წუთი გვამუშავებდნენ 15 წუთი გაგვათბობდნენ 45 წუთი გვამუშავებდნენ 15 წუთი გაგვათბობდნენ და მაგას უყურებენ ამ ზამთარს ჩემ ჯგუფში არა სხვა ჯგუფზე ბიჭს 3 თითი მოეყინა ეგეთებიც ხდება მე მუშაობთ გააჩნია ლოკაციას ჟანგბადის ბალონით არა მასკა გიკეთია და მასკა მიერ შეერთებული არის ტრეილერი დგას დაახლოებით 50 მეტრში შეერთებულია რეზინის მილით რომელიც ჟანგბადს გაწვრის ძნელია ზამთარშიც იმიტომ რომ მასკა გიყინება მახსოვს ამ ზამთარს ისე გამიყინა ერთ-ერთ ესეთ მუშაობის დროს მასკა რომ აი აქ მქონდა პატარა ასე თქვა სუფთა წერტილი და ისე იქ უყურებდი ისე მუშაობდი ზაფხულში კიდე ეხლა ვიმუშავეთ ზუსტად რამოდენიმე დღის წინ საზღვრობა +35 გრადუსი +40-მდე დადის და ეს მასკა გიკეთია ვერ სუნთქავთ ხელა შეიძლება ცუდად გახდე ასე შემდეგ ანუ იდეალური პირობები არ არის რა აი აქ არის ჩვენი ხელები ჭჭიანი. მოკლედ აი ამაში არის ჩვენი ჟანგბადის ბალონები. პატარა კაბელებით მიდის. აი ლურჯ მასკობლებს რომელიც არ ჩანს და კაბელები გადის. ესეთი პატარა emergency ესეთი ბალონი ვიდეოს ყველაზე. აი emergency ბალონი არის იმისთვის რომ თუ რამე მოხდა და გაგვითავდა ჟანგბადი ან ნებისმიერ რამე თუ მოხდა 5 წუთს გვაძლევს ეს emergency. Hola! 5 წუთს გვაძლევს ეს emergency ბალონი. Guten Morgen. Guten Morgen. დილა მშვიდობის. Დილა მშვიდობის. მაგის გარდა ჩემზე მაღალი, ჩემზე დიდის და რავი ბიჭი ყავდა რამოდენიმე თვის წინ 32 წლის ბაღა ბიჭკაცი რომელიც ერთ დღეს უბრალოდ შემოვიდა დოკჰაუს ვეძახით ტრეილერს სადაც ვისვენებთ ოფისი არის და ყველაფერი და აი როგორც ბავშვი დაждდა და იტირა რომ არ შემიძლია ფიზიკურად არ შემიძლია მენტალურად არ შემიძლია არ არის ეს სამსახური ყველასთვის ძნელია მართლა ძნელი არის არავის არ აინტერესებს ან როგორ არის იცი ზუსტად იცი რა სამსახურზე მიდიხარ თუ არ შეგიძლია არ უნდა იმუშაო არ იქნება ისე რომ აი მე როგორც შენ გინდა და როგორც შენ ორგანიზმს შეუძლია არ შეგიძლია კარგად იყავი შემოაჩა კიდე ერთი რაც შეიცვალა ძველი კომპანიიდან ახალზე რაც მართლა თვალების შუბლზე ამივიდა პირველად რომ დავინახე თოვლი ოღონდ თოვლი რომელსაც ცხვირში უშვებენ ჩვეულებრივი ამბავი არის საიტიდან რომ მოდიხარ სახში საიტზე სმა მანქანაში პირველ კომპანიაში სადაც მუშაობდი ჩემი ჯგუფი ძალიან ეს კონსერვატორიული იყო არ სვავდნენ არ кайფობდნენ არაფერი ეხლა სადაც ვიყავი ჩვეულებრივი ამბავი იყო დაჟე ჯგუფში რომ სადაც გასული 5 თვე ვიმუშავე რომელიც
ჩემ კომპანიაში ყველაზე დაკავებული ჯგუფი იყო და აი მართლა უაზროდით ფულს შოულობდნენ ბიჭები. ზუსტად 12 დღის წინ დილით ლოკაციაზე რომ მივედით, ნარკოტესტი ჩაგვიტარეს და 6 კაციდან მარტო მე ჩავაბარე. ჩემო კომპანიამ იმ ნავთობ კომპანიასთან თერმული კონტრაქტი დაკარგა მაგის გამო. ჩემს გარდა 5-ნი ვინც იყვნენ იმ კომპანიაზე, ნავთობ კომპანიაზე ვერასდროს ვეღარ იმუშავებენ, გადაიყვანეს ცივ მხარეს, სადაც მართლა ჩემი დრილერი ტიროდა, რომ იმის ნახევარსაც ვერ ვიშოვი, რასაც ახლა ვშოულობდიო. ვერავის ვერ დააბრალებ თავის გარდა, იმიტომ რომ მესმის გართობა და ყველაფერი გააკეთე ეგ ისეთ დღეებში, როცა არ მუშაობ. რომ მოდიხარ სამსახურში და გეძინება safety meeting-ზე, ეს ნავთობის წარმომადგენელი დებილი არ არის რა. ჩემი საფეხურიდან გავლილი ყველაფერი და ეხლა იქ არის უბრალოდ 25 წლის გამოცდილების მერე. ჰელა. ეს ჰელა. ხო, და იმათ ვერ მოატყუებ რა. შემთხვევა იყო რამოდენიმე და უბრალოდ დილით სამსახურში მისულებს გითხრეს, რომ ანუ ვარი უნდა თქვა, ანუ ჩააბარა და ყველა ჩააბარეთ ნარკოტექსტი და მარტო მე გავიარე. ცოტა სტრესული იყო, იმიტომ რომ მეგონა რომ მე შემეხებოდა ეგ, მაგრამ მე ჩემო კომპანია დამირეკა, კარგი ბიჭი ხარ, ესე თქვა, მითხრეს და მეორე დღესვე სხვა ჯგუფში გამიშვეს და ისიც თერმული ჯგუფი არის და ჩვეულებრივ მუშაობ. იმათ ან ფინანსურად სერიოზულად დაეთყობათ ეგ, იმიტომ რომ ცივი მხარე და თერმული მხარე სხვადასხვა ნავთობ ინდუსტრია არის. სხვა რავი, არაფერი ისეთი, ვისაც ვინც წერს რომ ვიდეოები დადეო, მართლა უბრალოდ მუშაობ და სახშირად ჩამოდივარ, დაღლილი ვარ და ვისვენებ. სალაშქროთაც ვიყავი წასული, მაგრამ დამათოვა ბანკში 6 ივნის ვიყავი და საკმაოდ კარგი თოვლი იყო. ეგ არის. თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ, მაგის გარდა ხო, ანუ არა აუცილებელი ნავთობ ინდუსტრია, მარტო ჩემი სამსახური არ არის, მილიარდი სხვა სამსახურია დაწყებული წყლის მომტანით, ანუ ეს ტრაქები, ამწეკრანის ლიცენზიით, ტრაქტორები, სხვადასხვა ხელსაწყოები დიდები, რასაც ჩვენ ხმარობთ, ანუ მართლა მილიარდი სხვადასხვა პროფესია არის ნავთობ ინდუსტრიაში. რაც შემიძლია, თუ რამე გაინტერესებთ, კომენტარებში კითხეთ, დავდებ. ამოიდეებს აქ-იქ ალბათ უკვე ნახავდით, დაურთავ ვიდეოებს, რომლებიც სამსახურში მაქვს გადაღებული აქ-იქ. იმედია მოგწონთ, შევეცდები სალაშქროთაც წავიდე და გაჩვენოთ კიდევ ერთხელ აქაური ბუნება. სხვა არაფერი, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობ. ბევრჯერ თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვარ ინფლუენსერი და არ მაქვს პრეტენზია, რომ YouTube იყო ჩემი შემოსავლის წყარო. მოკლედ, წარმატებები ყველას, ვინც კანადაში ხართ და არ ხართ, ვისაც გინდათ ჩამოსვლა და ვისაც არ გინდათ. კიდევ ერთხელ თუ რამე კითხვები გაქვთ ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით, კომენტარებში მოიწერეთ, არ მეზარება არანაირად პასუხი. და ერთი ჰელას გაჩვენებ. Sit. Good girl. Give me the paw. I'm a cargi. Es ari hell. Es ari chimi cuckoo. We cannot swallow.